მოგესალმებით, გავაგზავნოთ ჩვენი ვებგვერდის შექმნა და ჩვენ წინა გაკვეთილზე გავჩერდით აი აქ. ანუ დაინიშნა რაღაც პარამეტრები, რომლებიც ამ დონეზე მიგვიყვანა. ეხლა რაც შეეხება რა ხდება MyAdmin-ში. ანუ ძირითადად ჩვენ უკვე მაშინ ეს კურსში მუშაობდით. სადაც ხდება მონაცემთა ბაზის შენახვა და შეიქმნა რამოდენიმე განყოფილება, რომლებიც აგვჭირდება ჩვენ საიტის სამართლებად. აი ეს არა და ეს განყოფილებები. ესეთი განყოფილებები, რომლებსაც საჭიროა მონაცემთა ბაზისთვის და რა თქმა უნდა პირველ რიგში საჭიროა ჩვენი საიტისთვის. ნუ ეს უკვე ჩვენ განვიხილეთ. კარგი. რაც შეეხება ახალ პარამეტრებს, ჩვენ მე დავწერე რამოდენიმე აქ სკრიპტები, რომლებიც ჩვენ გამოგვადგება საიტზე და აღარ ვაკეთებ მისი დაწერის პროცესს. მე მგონი აბსოლუტურად ზედმეტია და მით უმეტეს არ ჭირდება ბევრი ფილოსოფოსობა ამის ხსნა. შეიძლება აქ ეს ჩამოწერო და კონკრეტულად თითოეული სტრიქონის ახსნა გაცილებით მარტივი იქნება მომხმარებლისთვის, ვიდრე ასე ვთქვათ, ერთად მუშაობა. გადაწერა შეგიძლიათ როგორც აქედან და ვიდეოდან შეგიძლიათ ამ კოდების გადაწერა, ასევე ავტორთა ვიდეოს ბოლოს ამ ფოლდერს, live განყოფილებას, აი ამ განყოფილებას, სადაც მე შევქმნი რამოდენიმე კლასი, ეს კლასები და მათ აქვთ ერთმანეთთან კავშირი. კარგი, პირველი რაც გავაკეთეთ, წინა გაკვეთილიდან გამომდინარე, წინა გაკვეთილის შემდეგ შეიქმნა ახალი კლასი, რომელიც აერთიანებს ამ მონაცემებს, ანუ ამ კლასებს ცალკე განყოფილებებს. და რომელსაც დავარქვით სახელი global class და არის რა თქმა უნდა PHP გაფართოებული. HTML-ში შეცდომა შეიძლება. HTML-ში შეცდომა თუ დავუშვით შეიძლება გამოსწორებადი იყოს, ანუ უბრალოდ მივაგნოთ მაინც და PHP-ში გაცილებით რთულია, მეტუმეტეს რომ ძალიან დასრულებულია უკვე და მისი ნახვა შეგიძლიათ უკვე დასრულებული სახით. რა თქმა უნდა, სკრიპტი გვეუბნება, არის ესეთი ფუნქცია, რომელიც როდესაც სკრიპტი გვეუბნება, რომ შეცდომა არის ამ განყოფილებაში, ამ ხაზზე. მაგრამ ნუ მე მგონი გაცილებით სახერხებელია მისი გამზადებული ვერსიებთან მუშაობა. კარგი, დაემატა კლასი, რომელიც მიმართავს ამ ყველა მოცემულ პარამეტრებს და ახდენს მათ ასე ვთქვათ ერთმანეთთან კავშირს. ნუ იგივე, მაგალითად აქ დაემატა რა ფუნქციები, ახლა რა თქმა უნდა დეტალურად ვერ აღწერა ამ ყველაფერს, მაგრამ ასევე მას შემდეგში ეს წინა კლასებთან აქ ურთიერთობა ესენი შეიქმნა აგერ და მოგვიანებით აღწერ და ასევე აერთიანებს მათ ფუნქციებს. ფუნქციების როგორიც არის მაგალითად იგივე ახალი პოსტის დამატება მაგალითად იგივე რედაქტირება, პოსტის წაშლა, სრული ამოშლა, ფაილებთან მუშაობა და ასე შემდეგ. ეს არის მათი ჩამონათვალი იმ ფუნქციებისა, რომლებიც ჩვენ გვინდა რომ ასე ვთქვათ ვებგვერდმა შეასრულოს. ასევე ადრე უკვე შექმნილი მონაცემთა ბაზის კლას დავამატეთ ორი განყოფილება. ესენი არიან global class-ში ეს განყოფილება იქნება აი აქ, ანუ მთლიანი ფაილების ასე ვთქვათ ძიება, იგივე ID მისამართით. აი ეს განყოფილება, რომელიც ახალ კლასში დაემატა აი აქ. აი ეს არის მისი ამ განყოფილება, რომელიც მონაცემთა ბაზის კლასში დაემატა და ასევე მეორე ეს არის ეს განყოფილება იპოს ასე ვთქვათ დაკარგული ID, შეიძლება ესე ითქვას და რომლის დამატებაც მოხდა აი ამ განყოფილებაში. აი ესეც აქ გვაქვს. ეხლა რაც ეს ორი კლასი შეიქმნა, საჭიროა თითოეული განყოფილებებისთვის ცალკე კლასების გამოწერა, როგორც არის მაგალითად section class. ეს განყოფილება იგივე იქნება სხვა განყოფილებების, როგორც არის მაგალითად ერთი ან ბანერის კლასი, ან menus კლასი. ოღონდ ამ შემთხვევაში იცვლება მხოლოდ მე-4 და მე-7 ხაზები. ანუ რა ხდება? ეს არის global კლასი აქ ამ შემთხვევაში კავშირში. უბრალოდ მე-4 section, ანუ თვითონ სექტორზე ორიენტირება, ხოლო არ შეიძლება რომ ეს არტიკლზე გადავდივართ, იცვლება და ეწერება არტიკლი. გარდა ამისა, არტიკლს ხო, მოგვიანებით ჯერჯერობით ესენი ბანერი და მენიუ განვიხილოთ, ანუ იგივე იქნება არტიკლს უნდა უკვე რაღაცები დავამატეთ და ამას ახსნით თუ რა ერები დავამატე. და გრაფში იგივე ბანერს იცვლება მხოლოდ ბანერები და მენიუს განყოფილებაში იცვლება მენიუები. user-საც რაღაცები დაემატა, მოკლედ რამოდენიმე განყოფილება შეიქმნა. რა თქმა უნდა ეს უკვე იცით რომ ეს არტიკლი, ბანერის, მენიუს და user-ის config class, ასე message და global message ეს დამატებულია. ანუ ეხლა დავამატეთ და ეხლა განვიხილავ.
კარგი, რაც შეეხება articles. Articles დაემატა კიდევ ორი ფუნქცია, რომ სორტირება მოხდეს თარიღის მიხედვით. ანუ ეს ფუნქციები არის მაგალითად მე-10 ხაზიდან, ანუ ეს რაც იყო და მე-10 ხაზიდან დაემატა სორტირება თარიღის მიხედვით. ანუ რას ნიშნავს სორტირება? პირველ რიგში სორტირება არის როგორ თქვა, ჩამოწერა, ანუ ძიების, ჩამონათვალი, უბრალოდ აი ჩამონათვალი. ანუ შეიძლება იყოს სორტირება ალფავიტის მიხედვით, ასოების მიხედვით, სიტყვების მიხედვით და ასე შემდეგ. ერთ-ერთი სახე ეს არის სორტირება დატის მიხედვით, დროის მიხედვით. ასევე აქ მითითებული აქვს, რომ სორტირება დროის მიხედვით დამატებულია ყველა განყოფილებისთვის. ხო, რაც შეეხება ბანერის კლასს, ეს უკვე თქვი, რომ იცვლება მხოლოდ ბანერი და ასევე მენიუ კლასშიც იგივეა, იცვლება მენიუ და მენიუ. ანუ რაც იყო სექციონში, იგივე გაკეთდა მენიუ და ბანერები. ასევე დავამატეთ შემდეგი კლასი, ეს არის მომხმარებლის კლასი. აი აქ ცოტა ცვლილებებია, პირველ რიგში იუზერი და იუზერში შეიცვალა ესენი რა თქმა უნდა და დაემატა ახალი მომხმარებლის დამატების ფუნქცია. ანუ ეს იუზერს რა თქმა უნდა ჭირდება. როგორც არის edit, ანუ დამატება, მომხმარებლის დამატება, ასევე მომხმარებლის რეგისტრაცია, რედაქტირება. ასევე დაემატა ნიკის შემოწმების ფუნქცია, რო არ მოხდეს ერთი და იგივე ნიკის გამოყენება ვებგვერდზე, ეს განყოფილება. ასევე დაემატა მომხმარებლის ნახვა იმის რა ქვია, ნიკის საშუალებით, ლოგინის საშუალებით და ნიკის საშუალებით. ხო, გარდა ამისა, ეს ფუნქციები აუცილებლად დაემატა წინა კლასს, შეგვარდ კლასს, ეგეთი განყოფილება ქონდა ჩვენ. და აი აქ დაემატა ფუნქციები, რომელიც ასე ვთქვათ, ეს არის wallet login, wallet hash and time. და ასევე timestamp. ეს სამი განყოფილება, რომელიც მართავს იგივე მომხმარებლის შემოსვლას, რედაქტირებას და ასე ვთქვათ, საიტზე ფუნქციონირებას. გარდა ამისა, დაემატა უსაფრთხოების სისტემა იმ მხრივ, რომ არ მოხდეს სიმბოლოები, ანუ არ მოხდეს სიმბოლოების ჩასმა ასოების ნაცვლად, ეს ლოგინში, ნიკში და ასევე დაემატა ფუნქცია, ეს ფუნქცია, რომელიც ასე ვთქვათ, აკეთებს, რომ სტრიქონები, ასე ვთქვათ, სწორად გადაიტანოს, როგორც წარწერები სწორად გადატანა. მსგავსი ფუნქცია. კიდევ აქ რამოდენიმე ცვლილება ჩავატარეთ, აქ მაგალითად ეს ჩვენ ადრე შექმნილი გასი, ასევე აი ეს ახალია, ეს არის, რომ სიმბოლოები, რომლებიც არიან სახელში, ასე ვთქვათ, მასი მნიშვნელობა უნდა იყოს 0-ზე მეტი, თუმცა 1, 2, 3, 0 და მეტი. ეს აუცილებელია, რომ მიუთითოთ. ასევე დაემატა, რომ ნიკში, იგივე ნიკში იყოს მხოლოდ ასოებიან ციფრები და ანუ A-დან Z-მდე და 0-დან 9-მდე, ეს მსგავსი ფუნქცია. ხო, ამ ყველაფრის გარდა კიდევ დავამატეთ ჩვენ config class, ამასაც დაემატა ფუნქცია რა, ეს არის ნიკის სიგრძის აღნიშნული. ანუ თუ ჩვენ გვაკეთებთ, რომ ნიკი არ უნდა შეიცავდეს სიმბოლოებს, არ უნდა შეიცავდეს სხვადასხვა ტიპის რაღაცებს, მოკლედ მისი მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს 3 და მაქსიმუმ 255. რა თქმა უნდა, ამათი კორექტირებების მეტყვი შეგიძლიათ ერთსახიანი, ერთმასოვიანი ნიკი დავუშვათ საიტზე, ან საერთოდ ძალიან გრძელია, საერთოდ მოხსნას შეზღუდვა 0-დან, რა თქმა უნდა, პლუს რამდენიც გაგიხარდებათ. ხო, ამით ახლა ძირითადი ნიკთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდა, ასევე შევქმნით lib განყოფილებაში ჩვენ აქ საიტია თუ lib განყოფილებაში ტექსტი, მესიჯი, რომელიც უშუალოდ ემსახურება შეტყობინებების სამართავად გამოიყენება. და აი ეს არის მესიჯის გაფართოებით ini. ხო, ნახოთ ახლა ჩვენ ამის გაფართოება და თუ რა წერია შიგნით, აი ეს განყოფილება შევქმნით. ეს ემსახურება რას? შეცდომებს, ზედიზად ემსახურება შეცდომებზე რეაგირება საიტზე. ანუ ამით შეიძლება ამ ფაილს უკავშირდება აბსოლუტურად ყველა შეცდომის ფორმა საიტზე. ეს იქნება ნიკის შეცდომა, რეგისტრაციის დროს შეცდომა, სხვა ნებისმიერი, იმიტომ რომ ერთი ფაილი შეიძლება რომ ერთ ფაილს მივაბათ რამოდენიმე განყოფილება მარტივად, რა თქმა უნდა, მას დაჭირდება ასევე დამატებითი ფუნქციები ჩვენ და ეს შევქმნით ჩვენ აქ, რომელიც მართავს ამ განყოფილებას სწორად ჩვენებას. ანუ config-ში აქ კიდევ დავამატეთ ჩვენ config-ში აქ სადაც იყო, ანუ ეს განყოფილება, რომ მე-15 სტრიქონი, რომელიც უკავშირდება იმ lib-ში ტექსტ განყოფილებას, სადაც ჩვენი ასე ვთქვათ, მესიჯი არის მოთავსებული, ხო? ამას უკავშირდება config-ით, ეს რა თქმა უნდა საჭირო და აუცილებელი იყო. შეიქმნა global message, ასევე რომელიც მართავს ამ შეტყობინების განყოფილებას და შეიქმნა
მესიჯების ესე ვთქვათ პარამეტრი, რომელიც იგივეა, რაც ეს ბანერები. ნუ ბანერში შეიქმნა რაპიდები ბანერი გადავიდა, ასე ვთქვათ, აი ამ პარამეტრში და შეიცვალა რა თქმა უნდა global message-ან დასახელება, PHP-ის დასახელება და message-ის განყოფილების დასახელება.